ეხლა უფრო ნათელი გახდა, რომ ირანის წინააღმდეგ ომმა საბოლოოდ ერთ სარბიელზე გადაიყვანა რუსეთისა და უკრაინის ომი. ეს ორი ომი ეხლა ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული და ერთსა და იმავე მექანიზმებში ტრიალებს. ისინი ეხლა უფრო მასშტაბური და უფრო საშიშია. რომ საშიშია 2026 წლის 30 მარტს ის რაც ადრე ორ ცალკე კვიზისად ჩანდა, ახლა იწყებს ფუნქციონირებას როგორც ერთი და იგივე სტრატეგიული სარბიელი. ერთი მხრივ კიევი აწარმოებს მოლაპარაკებებს ერ-რიადთან, დოჰასთან და აბუ-დაბისთან, რათა გატყიდოს რეალური გამოცდილება დრონების წინააღმდეგ თავდაცვაში. მეორე მხრივ მოსკოვი სულ უფრო მეტად უკავშირდება ირანის ძალისხმევას. არსებობს ცნობები სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებაზე და სამხედრო დახმარების გაგზავნაზე. ამ მოძრაობის მთავარი ხაზი მარტივია: აღმოსავლეთ ევროპის ფრონტი და ახლო აღმოსავლეთის ფრონტი პირდაპირ გადაიკვეთა. რაც პრაქტიკაში მოხდა, იყო უკრაინასა და საუდის არაბეთს შორის დაჩქარებული დაახლოება რეგიონული კრიზისის გაღრმავების ფონზე. ამიტომ 26-დან 28 მარტის ჩათვლით ვოლოდიმირ ზელენსკი იმყოფებოდა საუდის არაბეთში, კატარში და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. და ამ ვიზიტის შედეგად გაფორმდა თანამშრომლობის შეთანხმებები თავდაცვის სფეროში, აქცენტით რაკეტებზე, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემებსა და ტექნოლოგიურ პარტნიორობაზე. რუსეთმა თავად განაცხადა, რომ უკრაინამ უკვე გაგზავნა 200-ზე მეტი სპეციალისტი, რათა დაეხმაროს სპარსეთის ყურის ქვეყნებს დრონებით თავდასხმებთან ბრძოლაში. ვინ მოქმედებს? ეს კიევია და სპარსეთის ყურის მონარქიები. სადაც ეს ხდება, სწორედ ახლო აღმოსავლეთის ენერგეტიკული და სამხედრო კრიზისის გულშია. და როგორც ეს ხდება, ეს ხანგრძლივი შეთანხმებების, ცოდნის გადაცემისა და დაუყოვნებელი ტექნიკური მხარდაჭერის გზით ხდება. ამ ცვლილების ყველაზე ძლიერი მხარე ის არის, რომ უკრაინა აღარ განიხილება მხოლოდ როგორც ომის მსხვერპლი, არამედ უკვე აღიქმე როგორც სამხედრო გადაწყვეტილებების მიმწოდებელი. რამდენიმე წლის განმავლობაში ირანული დიზაინის, რუსული დრონების ჩამოგდების შემდეგ კიევი გადაიცა პრაქტიკული იაფი და უკვე ბრძოლაში გამოცდილი თავდაცვის ვიტრინად. როიტერსმა დღეს აჩვენა, რომ უკრაინული კომპანიები ცდილობენ ეს გამოცდილება ექსპორტად აქციონ. განსაკუთრებით სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის, რომლებიც ახლა საკუთარ თავზე გრძნობენ ირანული დრონების საფრთხეს. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ის რაც რუსეთმა ევროპულ საბრძოლო ველზე გაავრცელა, საბოლოოდ თავად უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიას გააძლიერა ახლო აღმოსავლეთში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგან ის ცვლის ომის როლს. ომი აღარ არის მხოლოდ განადგურება, არამედ იწყებს ალიანსების, კონტრაქტებისა და სამხედრო დამოკიდებულებების გადახალისებას. ამ კავშირის კიდევ რომელი მხარეა კიდევ უფრო დაძაბული? როიტერსმა 6 მარტს გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ რუსეთი ირანს აწვდის სამიზნე ინფორმაციას, მათ შორის აშშ-ის გემებისა და თვითმფრინავების მდებარეობებს რეგიონში. და ბოლო დღეებში გაჩნდა ცნობები, რომ უკრაინის ომში გამოყენებული მოდერნიზებული დრონები შესაძლოა ირანში იგზავნებოდეს. ბრალდებას დამატებითი წონა მაშინ მიენიჭა, როდესაც ზელენსკიმ 25 მარტს განაცხადა, რომ კიევს აქვს მტკიცებულება, რომ რუსული სადაზვერვო ინფორმაცია კვლავ მიეწოდება ირანელებს. აქ ჩანს მიზეზი. მოსკოვისთვის ახლო აღმოსავლეთში კრიზისის გახანგრძლივება დასავლეთის სამხედრო მარაგებზე ზეწოლას ახდენს და პრიორიტეტებს აერევს. და ასევე ეხმარება ენერგიის ფასების შენარჩუნებაში, იმ დროს, როდესაც ნავთობი კვლავ გლობალური შოკის ცენტრში დაბრუნდა. ეს ხსნის, რატომ ერთიანდება ეს ორი ომი. არა იმიტომ, რომ ოფიციალურად ერთ ბრძოლად იქცა, არამედ იმიტომ, რომ უკვე იზიარებენ ტექნოლოგიას, სტრატეგიულ ინტერესს, ეკონომიკურ ზეწოლას და პოლიტიკურ ეფექტს. უკრაინა ყურეში თავდაცვის პარტნიორად შედის. ზუსტად იმიტომ, რომ ირანი რეალურ საფრთხედ იქცა იმ ქვეყნებისთვის და რუსეთი კიდევ უფრო ამყარებს კავშირს თეირანთან. ზუსტად იმიტომ, რომ რეგიონული კრიზისი ეხმარება ყურადღების, რესურსებისა და ფოკუსის გადატანას უკრაინის ფრონტიდან. სწორედ აქ იმალება ამ მომენტის ყველაზე მძიმე გზავნილი, აუნილი. ვინც ჯერ კიდევ ცდილობს ამ კონფლიქტებს განცალკევებულ ისტორიებად აღიქვას, უკვე ჩამორჩენილია. რაც ახლა გვესახება, ეს არის რეალური კავშირი დრონებს, ნავთობს, ენერგორესურსების მარშრუტებს, თავდაცვის ინდუსტრიასა და გავლენისთვის ბრძოლას შორის. უკრაინის ომი უკანა პლანზე არ გადანაცვლებულა, როცა ახლო აღმოსავლეთი ალში გაეხვა. ის ამ კრიზისში შევიდა და კრიზისი მასში შევიდა.